გრიგოლ გეგელია არის ჩვენი სტუმარი, გრიგოლს მივესალმები, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. თქვენ თავად დაწერა რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასაგებია რომ თქვენ ვერაფრით ვერ გექნებათ რამე სხვა განსხვავებული ინფორმაცია, მაგრამ რა სიტყვით ამ საკადრო გადაადგილებაზე მაინც ჯერ არ ვიცით ვინ დაინიშნება, ნახოთ რა განმარტებები გაკეთდება ამაზე პრემიერის მხრიდან. ხო, მე ვფიქრობ რომ ერთით ნაკლები ოდიოზური მინისტრი იქნება თუ ერთით მეტი ოდიოზური მინისტრი არაფერს არ ცვლის ქართველი ხალხისთვის. ეს არის რეჟიმი, რომელსაც ყავს ღრმად კორუმპირებული პირები საკუთარ რიგებში, რომელიც ყვლებს დღისით მზისით ქართველ ხალხს, აი იმ ქართველ ხალხს, რომელსაც მათივე ინფორმაციით 272,000 სოცდაუცველი ბავშვი ყავს აღრიცხული ოფიციალურად, აი იმ ხალხს, სადაც ადამიანს პენსია არ ყოფნით, იმ ხალხს, სადაც აი გუშინ ვიყავით ზუგდიდის რაიონში ალერტკარში, სადაც 13 წელია ითხოვენ 13 წელია ითხოვენ, რომ გზა ქონდეთ, იმიტომ ვერ გადაადგილდებიან, ცურვა უწევთ გუბეებში, რაღაც ოკეანის მაგვარ, მართლა როგორც გუშინ თქვი იქიდან, რაღაც წარმონაქმნებში და ქალი მეუბნებოდა, რომ გარდაეცვალა ქმარი, 40 წელი არის გასული, ყავს პატარა შვილი, ეს შვილი ვერ დადის სკოლაში, ვერ გადის რომ ელემენტარულად პური იყიდოს, სახლში უწევს ქოლგიჯდომა და მეუღლე რომელიც გარდაეცვალა ძლივს გაასვენეს. აი ხა, აი ესეთ ქვეყანაში, სადაც ეს პრობლემები უდგას ადამიანებს ყოველდღიურად, ყველგან ქვეყნის მასშტაბით. რუხაძე, რომელიც არის, რა ვიცი, მე ძალიან შეძლებული, პრივილეგირებული ადამიანი, რომელიც ქართულად ვერ საუბრობდა ამავე დროს გვახსოვს და ინგლისური სლენგით და რაღაცა ოდიოზური განცხადებებით დაგვახსომა ხო თავის საკუთარ შემოსავლებზე და პროექტებზე და ნიჭზე. აი ხა ეს რუხაძე იქნება თუ არა ეგრეთ წოდებულ მინისტრთა კაბინეტში, მე ღრმად ვარ დარწმუნებული ალერტკარში იმ ადამიანებს, ვისთანაც მე გუშინ ვიყავი. არაფერს არ ეუბნება, არაფერს არ უცვლის და სხვა თუ არაფერი ეს არის რეჟიმი, ხალბატონო დიანა, რომელმაც სუსის ლიდერები შეცვალა, რა ვიცი, წელიწადში ორ-ორი ყავს ხოლმე, ხო? რომელსაც დაპატიმრებული ყავს საკუთარი პრემიერ-მინისტრები, საკუთარი თავდაცვის მინისტრები, რომელსაც სუსის უფროსი დიახ, კი ბატონო, და სუსის უფროსის მოადგილეც მათ შორის და რომელსაც მოხსნილი ყავს პანტაპუნტით მინისტრები. ამიტომ მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ ხალბატონი რუხაძის გადადგომა არ გადადგომა რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ ინტერესს გამოიწვევს ჩვენს საზოგადოებაში და მეტიც შეიძლება დღეს გაიგოს ძალიან ბევრმა, რომ აი ესეთი პოლიტიკოსი ყავდა საერთოდ ქვეყანაში. კი ბატონო, ოცნების შიგნით მაინც რა ტიპის კადრზე გააკეთებენ აქცენტს, მაინც ამით ჩვენ ხომ დაახლოებით უნდა ვიმარჩიელოთ ხოლმე რა ეტაპზეა ახლა ოცნება, რას აკეთებს, რა უნდა, იმიტომ რომ რაღაც ურთიერთგამომრიცხავ მათ შორის რაღაცეებსაც აკეთებენ. აი ბოლო-ბოლო ყავთ კადრები, მაგალითად ტალახაძე იქნებოდა ფანტასტიკური კულტურის მინისტრი, მე თუ მკითხავთ, როგორც კულტურული ზრდილი პიროვნება, რომელსაც იცის მოქცევა პარლამენტში, კოლეგების მიმართ, ასევე ქალთა მიმართ აგრესიის გამოჩენის კუთხით ყავთ, ყაველაშვილი ყავთ მაგალითად, ხო? მთელი რიგი სხვა ადამიანები არის დასაქმებული, ამიტომ კი, ის დაასაქმეს, ხო, უფრო კარგად ვთქვა. ამიტომ მათ კადრები ყავთ, კულტურული მიმართულებით განსაკუთრებით. აი ტალახაძე მე ვფიქრობ იქნება შესანიშნავი, ესე იგი წარმოდგენ, ოდიშარიამ რა დააშავა, ხო? ფანტასტიკური კულტურული პიროვნება გვახსოვს და ამ მიმართულებას საკრებულოში კურირებს. დიახ. ოდიშარია. მე გვგულისხმობ პარლამენტარ ოდიშარიას ამ შემთხვევაში. პარლამენტარი აღარ არის საკრებულოს წევრია. ის საკრებულოში დაბრუნა ხო გამომწევს. კი, საკრებულოშია ეხლა. ასე კადრები ყავთ, აი აღარც კი მახსოვს ეს პოლიტიკოსები ვირას აკეთებს. კადრები ყავთ, ღრმად კულტურული, ღრმად ერუდირებული ადამიანები, რომელიც ზოგჯერ მართალია ქართულად წინადადებას ვერ ასრულებენ. ზოგჯერ მართალია ელემენტარულ ცნებებს ვერ ამბობენ, ახლა პრეზიდენტი ყავს, ხო ეგეთი სხვა თუ არაფერი, ხო რომელიც უბრალოდ რაღაცა შეერაღებულს და ცოდნის შეერაღებულს ვერ ამბობს. კაცი უნდა იყოს შეერაღებული ძალების მთავარ სარდალი. მაგრამ სიტყვა შეერაღებულს ვერ ამბობს. წარმოიდგინეთ, ვერც სულ კონტექსტში. ამას იზამენ დანიშნავენ ვიღაცას ბიზნეს კულტურის ბოლო პერიოდის აი ამ ტალღას, რომელიც დაკავებების, დაჯარიმებების მოიცავს და ასევე აი ამ რაღაც ეროვნული თაობა, მოიცა ვერ დავიმახსოვრე, მე მგონი ასე ქვია, ორგანიზაციის შექმნაც არის ამ ჩამონათვალში. რა ტალღაა ახლა ეს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით? დიახ, ჯერ იმ ქვეყანას აუთხარი, სადაც აი ეს ადამიანები, ვინც ჩვენ ვიხილეთ, არიან რაიმეს დამცავი. ახლა ამათი დასაცავი არის რაც სიწმინდე, ეროვნულობა, ტრადიცია, რა ვიცი, ლიტერატურა, შეგნება, აი ამათი დასაცავი არის. აი საქართველოს აქამდე დაეცა, რომ აი ამ ტიპის ადამიანებმა რამე უნდა დაიცვან ამ ქვეყანაში. და თუ ასეა, რა დაგმართნია მეგობრებო? აი თქვენთვის მისაღებია, იმის არ იყოს ოჯახის სიწმინდეს რო ასწავლიან ხოლმე ადამიანს, ქოცები. ხო წარმოგიდგენიათ? ქოცები რო ასწავლიან ადამიანს, რომ დედა არის, მამა არის,
ანუ თქვენ გაკადრებენ, რომ ქოცის გარეშე და აღარ შევალ მათ დეტალებში და ანალიტიკაში, ხო? ყველამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი ამ ქვეყანაში, მაგრამ თქვენ რაც გაკადრებენ, მეგობრებო, რომ თურმე მათ გარეშე თქვენ ვერ გაიგებთ, რომ დედა არის და მამა არის და მსგავსი, ხო? აი ამას მაგონებს დაახლოებით, ეხლა აი ეს ძალიან საშიში რამ, მაგრამ ამაზე ბევრად უარესიმ და ის მხოლოდ ტრაგიკომიკურია და ეს შეიძლება იყოს პოტენციალურად ტრაგიკული, იმიტომ რომ აქ ჩვენ პოტენციურად მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ამ ტიპის რაზმების და დაჯგუფებების შექმნა და მე ამას ამჟამად ვიტყვი როგორც ისტორიკოსი პირველ რიგში და არა როგორც პოლიტიკოსი ისტორიაში ახსოვს მსოფლიოს ისტორიას ამ ტიპის რაზმები, მორალური პოლიციები, ჰიტლერი იუგენდები და სხვა უამრავი მსგავსი ფენომენი ახსოვს, არასოდეს მსგავსი თამაში სამოქალაქო სენტიმენტებით არ დასრულებულა კარგად. და ეხლა ესეც არის საწინდარი იმისა, თუ მართლაც შეიქმნა და დარეგისტრირდა და ოფიციალური, როგორ ვთქვათ, სრულყოფა მოხდა ამ ინიციატივის, ეს არის საწინდარი იმისა, რომ სახელმწიფო აძლევს კერძო ჯგუფებს, როგორ ვთქვათ, ძალადობაზე მის ხელთ არსებული მონოპოლიის ნაწილს, ხო? იმიტომ რომ აი ჯერ კიდევ ვებერი წერდა კლასიკურ განმარტებაში, ხო, შევახსოვოთ საზოგადოებას, რომ სახელმწიფოს აქვს მონოპოლია ძალადობაზე. ეს რას ნიშნავს, რომ კანონის რეპრესიული აპარატის გატარება, რეპრესიული ამ შემთხვევაში არა ცუდი გაგებით, ამეთ კანონის დამსჯელი უნარები აქვს, ხო? მათ შორის კარგ სახელმწიფოს აქვს დამსჯელი უნარები, ხო? რაღაცას თუ არ გააკეთებს სწორად, ის გჯის. და ეს არის სახელმწიფოს მონოპოლია. კერძო რაზმები, გვარდიები და მსგავსი არ არის სახელმწიფოს შიგნით ნორმალური, ადეკვატური ან დასაშვები და ვინ და ჩვენ ქართველებმა ეს არ ვიცით? ამ ქვეყანაში არ ქონია ასეთი წარმონაქმნები, ამ ქვეყანაში არ ქონდა დაჯგუფებები, ყოველ მეორე კლანს და საწყოს თავისი მინი არმია რო ყავდა, ამ ქვეყანაში არ იყო მხედრიონი ცალკე და იქით დასავლეთში გვარდიები ცალკე. ეს შეება დაუშვათ 2026 წელს, რომ ვიღაცა კუნთმაგარი ტიპები გამოდიან და თურმე რაღაცა ეროვნული სიწმინე უნდა დაიცვან და რაღაცა კონსერტული ხაზი უნდა გაატარონ. ჯერ მათ ვინ კითხავს ამას, ეს ერთი. მერე სახელმწიფო სად არის, ეს ორი. მერე შინაგან საქმეთა მინისტრი ქვია კაცს. არცხვენია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ქვია და ვიღაცა ტიპები გამოდიან მარტივად და აქ მე დავიცავ რაღაცას. ეხლა მე რო შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო ეგეთ დროს, ძალიან კაცრი რეაგება მექნება და ვეტყოდი, რომ არაფერს არ დაიცავ. ამ ქვეყანაში არის კანონი, არის პოლიცია, არის შესაბამისი სამსახურები და ეგენი დაიცავენ, რაც დასაცავია და შენ დაეტიე შენს კვადრატში და მოიქეცი სწორად. თუ არა წახვალ სხვა კვადრატში. აი ეს არის სახელმწიფო. და რაც დღეს ხდება, ეს არის ბიზნეს ბოსტანი. რაზე პასუხია ეს ბოსტანში რა მოხდა ისეთი, რის გამოც ახლა ასეთი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს? ხო, აი ხა ამ ბოლო დღეების ნიუსებს რომ უყურებდი, მე ვფიქრობ, რომ არ გამიკვირდება, ხო იცით, თქვენ ჩემზე კარგად იცით ბევრად, ქართული ნიუსის ლოგიკა როგორ მუშაობს პოლიტიკური კუთხით. მე არც ის არ გამიკვირდება, რომ აი ეს უბედურება, რომელიც ვერაზე დატრიალდა, უნდათ რომ უფრო მეტად მიჩქმალონ და არ იქცეს მეტი ეროვნული ყურადღების საგნად. მე ამაზე ვფიქრობდი შემდგომს, აი გუშინ და გუშინწი, რომ ეხლა რატომ ამ დღეებში და არ გამიკვირდება, რომ ეს იყოს, იმიტომ რომ ერი არის ძალიან კონსოლიდებული ვერის ამბავზე. ისმის კითხვა, როგორ მოხდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირს 3 ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა სახლში. 3. სადაც მინიმუმ 1 მას დაუბრუნა პოლიციამ. ანუ პრაქტიკულად პოლიციამ, რომელიც უნდა გვიცავდეს, ძალიან მძიმე პრობლემის მქონე პირს მისცა იარაღი, რომ მოვეკალით რომელიღაც ჩვენგანი. და ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ეს 17 წლის ბავშვი აღმოჩნდა ის, ვინც ემსხვერპლა ამ ამბავს. ამაზე პასუხი სად არის? აბჭი, ვახოსანაია ხო გაუშვეს ციხეში და ვიღაცებს ხო დასდევენ, იმიტომ რომ ჩაწიკწიკებული აქვს, ვინ რა დაწერა, ვინ ვის დაურეკა, ვინსაც წავიდა, ვინსაც ყავადალია. ამას რო ახერხებს სახელმწიფო, ის როგორ ვერ მოახერხა, რომ ეგრეთ წოდებული F-კოდი, ესე იგი ფსიქიკური პრობლემებსაც გააჩნია ადამიანს, ეს აღრიცხულია, ხო? F-კოდით, როგორც შემიძლია ცნობილი ასე ქვია. აი როგორ მოხდა, რომ ამ F-კოდის მატარებელ პირს არათუ ჰქონდა და არ გამოართვეს. გამოართვეს და დაუბრუნეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ბავშვი მოკლა. და აი ეს სახელმწიფო ამბობს, მე რაღაც პრეტენზიებით გამოდის და ეს სახელმწიფო ამბობს, რომ მშვიდობა არის, კეთილდღეობა არის და ეხლა კიდე პარალელურად მათ მიერ სანქცირებული პირები, მათ მიერ ვიზირებული პირები გამოდიან და რაღაცა სიწმინების დაცვაზე მელაპარაკებიან. ისედაც ეს მაგადი დასაცავი სიწმინდეები ვის უნდა ამ ქვეყანაში? ანუ ეგენი ვინ დანიშნა, ვიღაცა ტიპები ვინ დანიშნა რაიმეს დამცველად ამ ქვეყანაში. მართლა ჭავჭავაძის ქვეყანა ვართ ხო და ფერაძის. და ეხლა ამაზე გადავედით, რომ აპატი და ბოქსიორებმა უნდა დაიცვან რაღაცები აქა, აქამდე მივედით. ამაზე უნდა ქონდეს ძალიან მკაფიო რეაქცია სრულიად ქართულ საზოგადოებას.
პარტიულობის მიუხედავად, იმიტომ რომ ეს არ არის პარტიული საკითხი. როგორც კი დავუშვებთ რაზმების ბოგინს, ყველანი ერთად დავამთავრებთ ძალიან ცუდად, იმიტომ მე ვიღაც გამოვა და იტყვის, ისა მე ჩემ თავს დავიცავ, ხო? ეგ პრინციპი აი ჰობსი აღწერს ამას, ხო? ყველა ზომი ყველას წინააღმდეგ. ეხლა ესენი თუ იქნენ მიშვებული, რომ რაღაც დაიცვან თავისი გემოვნებით და თავისი ინტერპრეტაციით და ღმერთმა უწყის რა აქვს წაკითხული, რა აქვს გააზრებული, ეხლა ვიღაცას ეცა ნოდარ დუმბაძეს რაღაც თქვია და ამის გამო ურტყა ეხლა ნოდარ დუმბაძეს, რომ ეს გაეგო, ხო წარმოიდგინეთ რა რეაქცია ექნებოდა. ეხლა ესე იგი ინტერპრეტაციულ საკითხებში შევდივართ, ვინ რა როგორ გაიგო, ამის მიხედვით ძალადობა. ეს მიგვიყვანს 90-იანებზე უარეს ბევრად მომენტამდე არის დაუშვებელი. ახსენეთ გადაფარვა, ოცნებას ახასიათებს ეს რაღაც სტრატეგიული ხრიკები და რაღაც სხვადასხვა მხრიდან ინფორმაციული ნაკადები მოდის და ნავიგაცია მოქალაქეს, რომელიც შეიძლება ესე სტაბილურად არ უყურებს იმას კი არა, ამ ნიუსების გადახარისხება, რომ ჩვენი საქმეა, ჩვენს გვიჭირს ხოლმე ასეთ სიტუაციაში. საინტერესოა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებით არის, თავისი სოციალურ ქსელში აქტიურობა არის ძირითადად ამაზე მიძღვნილი და დღეს ვახსენე, რომ ნეიტრალური საქართველოს საერთოდ ნეიტრალიტეტის იდეა შემოაქვს. ამ ნეიტრალურ საქართველოს ამ ჯგუფსაც შევხედავდი ეს თქვა ნაკლები სერიოზულობით, რომ არა თუნდაც ის საქმე, რომელიც ლიდერების საქმითაა ცნობილი მათი საჩივრის საფუძველზე. ანუ რა მოძრაობას ამჩნევთ ამ მიმართ? დიახ, მე დაგეთანხმებით, რომ ეს არ არის ნაკლებად საყურადღებო ჯგუფი. ნანა კაკაბაძე არის სუკის აგენტი, მოყოლებული ჯერ კიდევ ღმერთმა უწყის როდიდან. ამავე დროს ის არის ერთ-ერთი პირველი გრანტებზე მიერთებული პიროვნება, ამას შეგნებულად ვიტყვი, გრანტებს არაფერს არ ვერჩი, გრანტებით სულთგულობს ინსტიტუტები თელ მსოფლიოში, მაგრამ აი როგორც კაკაბაძე და მისი ჯურის ადამიანები თვითონ ესხმიან ხოლმე თავს სხვებს, აი იმ სიტყვას დაუბრუნებ. ის იყო პირველი, ერთ-ერთი პირველი, ვინც პირიქით იყო ძალიანაც აქტიური ამ მიმართულებით, იყო სოროსის ფონდის და სხვა მსგავსი ფონდების მიერ დაფინანსებული პირი, მეტიც არსებობს ამაზე ჟურნალისტური კვლევები, რომ სხვების ხელმოწერებსაც აყალბებდა თურმე ზოგჯერ, როგორც ზოგიერთი კვლევა და ესე იგი სტატია ძველი ამბობს, იმისთვისაც გრანტები მიეღო. და აი ეს ადამიანი უჭერს დღეს მხარს რუსულ კანონს და ამბობს, რომ თურმე უცხოეთის გავლენის აგენტი არის პირი, რომელიც იღებდა დასპონსორებას. წარმოგიდგენიათ, ესე იგი თვითონ 1995 წელი აკეთებდა, ის ყოფილა ესე იგი აგენტობა. მაგრამ სინამდვილეში ეს ქალბატონი ყოველთვის წარმოადგენდა სუკს, რუსეთის საგარეო დაზვერვას. კი ბატონო, ნეიტრალიტეტის იდეა ეს დავსახელე ჯერ ბიძინას ვაკრიტიკებდა ეს გაუგებარი ახალგაზრდა, ჯერ როგორ არ ცხენია. ჩემ ხელა დაახლოებით, ხო ალბათ მინუს პლუს. როგორ არ ცხენია მთელი ცხოვრება ამ ქვეყანაში გაატაროს. აი ვატო შაქარაშვილო დაიარება უნამუსოდ და რაღაცებს ბოდავს იმ სასამართლოში, ჩემს კოლეგებზე, მეც მახსენეს 1-2 სხვებს ხო საერთოდ 12-15 წელი ემუქრებათ ხო რაღაც აბსურდის გამო, რომელსაც ახლა პეტროლეუმი ადასტურებს თან თვითონ, ხო? პეტროლეუმის განცხადებაში ყულებზე ითქვა ძალიან პირდაპირ 1 ივლისს, რომ ხო, რაღაც პრობლემები რაც არის, გამოსწორდება შემოდგომამდე. ანუ პრობლემები ყოფილა, პეტროლეუმი ამბობს, რომ პრობლემები ყოფილა. და მაშინ რა ვიცი, გიორგი ვაშაძეს 12 წელი რატო უნდა მიუსაჯო? პეტროლეუმას ხო იგივე. იტესტებებს თუ არა? ამიტომ თქვენს კითხვაზე დავუბრუნდეთ. ეს არის თემის, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს სამართლებრივად თუ ტესტავენ ისინი? ანახა თქვენი ორი კითხვა გავაერთიანო, ძალიან სწორ ტენდენციაზეა მე მგონი აქ აქცენტი იმ კუთხით, რომ ძალიან სწორი აქცენტია ცუდ ტენდენციაზე იმ კუთხით, რომ ამ ჯგუფების ინსტრუმენტალიზებით საქართველოში ხდება პირველი ულტრაკონსერვატიული რიტორიკის შემოტანა რეჟიმის მტრების წინააღმდეგ, ანუ ვისაც რეჟიმი მტრებად აღვიქვამს, მათ უნდა რომ დაგვიპირისპიროს კუნთმაგარი ვიღაც ბიჭები, რომელიც ვითომ კონსერვატორები არიან თან. იმიტომ აქ ხო კონსერვატიზმი არაფერ შუაში არ არის. აქ ხო ქართული ღირებულება და ფასეულობა არაფერ შუაში არ არის. აქ ხო ქართული ოჯახი არაფერ შუაში, რა ოჯახი, ერთი ქართული ოჯახი ვინ დააქცია ქართულმა ოცნებამ. ყველაზე მეტი ქართველი გავიდა ამ ქვეყნიდან ქართული ოცნების მმართველობის დროს. ამაზე დიდი მტერი ქართულ ოჯახს, ისე როგორც ქართულ ეკლესიას აქვე გეტყვით, არასდროს არავინ არ ყოლია. ბიძინა ივანიშვილი არის დაუძინებელი მტერი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის. ეს ძალიან ბევრმა იცის ეკლესიაშიც. დიახ, მან მოაწყო ეს ციანიდის საქმე ძალიან კონკრეტული მიზეზებით თავის დროზე. დიახ, ილია მეორეს უსმენდა ბიძინა ივანიშვილი, აბა ვინ უსმენდა? აი, ცნობილი ჩანაწერი რო არის კრებსებში.
ვისი ვიზირებით usmenda სუსი ილია მეორეს რომელმაც ახლა საკუთარ დასრო დაურეკა საკუთარ დასრო დაურეკა ილია მეორე გაწევრიანების პროცესზე უარი ეგეც აქვს ჩაწერილი ამიტომ არანაირი კონსერვატიზმი აქ არ არის ადგილზე არანაირი გაწევრიანების პროცესზე უარი სამართლებრივი საფუძვლები რაში ანუ ამ მიმართულებით მიდის თუ არა ეხა ოცნება რომელიც de facto ისედაც შეჩერებულია მაგრამ ნუ აი ნახეთ de facto შეჩერებული აქვს ეს პროცესი მეტი შეგახსოვთ რომ ადრეცადეს ამ პროცესის შეჩერება მაგრამ ყოველთვის ნახეთ ევროპამ ჭუაში მოუგო რითი რომ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგცა ხო და მე შეგახსენებთ კანდიდატის სტატუსი უნდა მიგვეღო პირველად გააკეთეს ყველაფერი მათ შორის მედია ლიდერების დაპატიმრებით რომ არ მიგვეღო და მართლა არ მოგცეს ხო მე ევროპამ ძალიან კრიტიკულად შეხედა რეჟიმს და თქვა რომ მე მას მოვუგებ ორი ნაბიჯით მაინც მივცემ ხალხს და მეტიც გეხსოვებათ რომ უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში თქვენს სახელმწიფო მიიღო და ჩვენ შემთხვევაში თქვენს ხალხს ვაძლევთ კანდიდატობასო ხო შემთხვევით არ ყოფილა ამიტომ ევროპამ მაინც მოგცა იმიტომ რომ რეჟიმს ის არ გამოსულდა რაც უნდოდა რომ ევროპას ეთქვა უარი და თვითონ ეთქვა რომ აი ხო გეუბნებოდით ეხლა ამის მერე მაინც გაყინეს იმიტომ ეგ არის რუსული დავალება ახან გაუვარდათ და მაინც შემთხვევით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი მერე გამოვიდნენ და 28 ნოემბერს 2024 წელს გაყინეს ეს კანდიდატის სტატუსი და ყოველგვარი შინაარსის გარეშე დატოვეს ახლა უკვე არიან გადასული შემდეგ ფაზაში რაც არის პროევროპული აზრის შემცირება იმისათვის რომ როდესაც იტყვიან რომ იცი რა აღარ გვინდას ევროპა რაც შეიძლება ნაკლებ ხალხს ჰქონდეს პროტესტი ნაკლები ზიანი მიიღო ზიანის შემცირების მადლობა ძალიან დიდი მადლობა